ოდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზოში აფხაზეთიდან დევნილი ექიმის რეზო სულუხიას ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად ექიმის დაბადების დღეს დაემთხვა და მას ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ეს პირველი ვარსკვლავია ოდუშაურის კლინიკაში, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს მადლიერმა საზოგადოებამ გაუხსნა. რეზო სულუხია ოდუშაურის კლინიკის სამიანო გინეკოლოგიური დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიანობა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ექიმ-მიან გინეკოლოგის უმაღლესი კატეგორია. წლების განმავლობაში მუშაობდა გულრიფშის რაიონისა და ქალაქ სოხუმის სამშობიაროს სახლების მთავარ ექიმად. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის შემდეგ ოდუშაურის კლინიკაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი რეზო სულუხიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აბსოლუტურად ეს ისე სიურპრიზი, რა ვიცი, რა უნდა დავარქვა ამას, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ალბათ ცრემლებიც მომატია, ხალხად რომ გამოვედი, ვერ ხვდებოდი რა ხდება, ამდენი ხალხი რო შეიკრიბა და წითელი ხალიჩა და ამდენი ხალხი შეგროვილი იყო. რა უნდა გამხრობოდა ამაზე მეტი, ალბათ აფხაზეთში დაბრუნდა. სოხუმი, აი, ახალს ვერ ვიკავებ თავს. საოცარი ლამაზი დღეა ჩემთვის, დაუვიწყარი დღეა.